ბიჭებო, ჩვენ ვიცით, თქვენ რაც გააკეთეთ. გოგოებო, და რა გავაკეთეთ? ერთ-ერთმა თქვენგანმა კამპუსში ჭორი გაავრცელა, რომ ჩვენ კოცნა არ ვიცით. უბრალოდ გვითხრით, რომელმა გააკეთეთ ეს? მე ეს არ მithქვამს, იქნებ კამილმა თქვა? რაზე ლაპარაკობ ფაზლ? რატომ მადანაშაულებ მე? სიმართლე გითხრა, ეს მე არ გამიკეთებია. გაბი, მათ არ სურთ აღიარება. მაშინ რა ვქნათ ახლა? ახლა დარწმუნდით, რომ კოცნა ვიცით. ახლა ახარ მოიგონებთ სულელურ ჭორებს ამის შესახებ. არ არსებობს ღმერთო, ისინი გიჟები არიან. ვინ მოიგონა ბოლოს და ბოლოს ეს ჭორი? ხო, ეს მე დავწერე, მაგრამ სიმართლე გითხრა, არ მეგონა რომ დაამტკიცებდნენ. შეგეძლოთ უფრო გრძელი ქვედაბოლოები ჩაგეცვათ. გრძელი ქვედაბოლოები არ გვაქვს. ჩაკ, ძალიან მჭირდება ტუალეტში შესვლა, ამიტომ ცოტა ხნით ადმინისტრატორის დახლის უკან უნდა დადგე. ბოდიში მენდი, მაგრამ ახლა მე თვითონ ტუალეტში ვარ. გუში მთელი თასი გაფუჭებული ალუბალი შევჭამე. წარმოგიდგენია რა მომივიდო და? ხო, გასაკვირი არ არის. მენდი, გამარჯობა. შენ რა, დაგაკუნება არ გასწავლეს? იდიოტო, ეს ტუალეტი მხოლოდ გოგონებისთვისაა და რამდენჯერ უნდა ვთქვა, რომ აქ კოცნის ადგილი არ არის მეთქი. ჩვენ არ ვკოცნიდით, უბრალოდ ერთმანეთთან ახლოს ვიდექით და დღესასწაულზე ვსაუბრობდით. ესე იგი, მე ძალიან ბრმა ვარ და ვერ ვხედავ რა ხდება ჩემს ხვერწინ. ახლა ტუალეტში შევალ. თქვენ ორ ცალკე დაგელაპარაკებით. ჩვენ არ გვაინტერესებს. წავიდეთ ბენს. მეგობრებო, ჩვენ კამპუსში მივდივართ. დენს, სად არის ეს სულელი, ვინც თავს ყველაზე მაგარი გუნდის კაპიტნად თვლის? არ ვიცი, მაგრამ მას ძალიან დააგვიანდა, ეს ძალიან ცუდია. და ის ბედავს და გვეუბნება, რომ ვარჯიშზე დაგვიანება არ შეიძლება. კი, ბენსი ნამდვილად მოსაწყენია. აი, შეხედე. რატომ ზიხართ აქ? ადექით ახლავე. ვარჯიში უკვე დაიწყო. შენ სად იყავი? ვარჯიში 9 საათის წინ დაიწყო. შენ რა, ჩხუბი გინდა თუ რა არის? მე შენი კაპიტანი ვარ და ძალიან დაკავებული ვიყავი. რითი ხარ დაკავებული? კოცნით? საიდან იცი? მენდი მკითხრა ეს? სარგეში ჩაიხედე. მთელ პირზე პომადა გაქვს წასული. ჯანდაბა. კარგი, წავალ და სახეს დავიბარ, მაგრამ სანამ წავალ, ვარჯიში უნდა დაიწყოთ. კარგი. ეს ჩემი ბოლო გაფრთხილება. კამპუსში კოცნა აღარ იქნება. თუ კიდე ვერთ კოცნას დავინახავ, დირექტორს ვეტყვი. რატომ იგონებს ისევ თავის სასაცილო წესებს? მეზიზღება, ასე რომ ბრძანებლობს ჩვენზე. ბენს, სულ ესაა, ჩვენ აღარასდროს ვაკოცებთ ერთმანეთს. რა ჩანდაბა, ღმერთო, მე მიყვარს კამპუსში ჩემი შეყვარებულისთვის კოცნა. მართლა? ხო და უნდა გადაიყვარო. გირჩევთ უბრალოდ უგულებელყოთ მენდი და მისი წესები. ხო, დღეს კოცნას გვიკრძალავს და ხვალ რა იქნება? ტუალეტში გასვლას აგვიკრძალავს? მენდის გასაბრაზებლად რამე ვითამაშოთ. გამოიცანი ვინ არის შეუძლია თუ არა ლუზერებსაც. კი, წავალ ბიჭებს დაურეკავ. 1 საათში შევხვდეთ. მენდი საზიზღარია. მენდი საზიზღარია. მენდი საზიზღარია. ჰეი, დილან, გუში ჩემს პატარას შევხვდი და მთელი საღამო მოვკოცნიდი. ტუჩები ისევ წითელი მაქვს, შეხედე. შენ ტყუო ბუშტო, შეყვარებული არ ყავს, ტუჩები კი წითელი გაქვს, რადგან პომიდორზე ვარჯიშობდი კოცნაში. დიდი ხანია პომიდორზე აღარ მივარჯიშია და შეყვარებულიც მყავს. თუ არ გინდა, ნუ დაიჯერებ. მატყუ არა ხარ ნამდვილად. ბიჭებო, წარმოგიდგენიათ რა მოხდა? რა მოხდა? მოკლედ, მენდიმ ბენსი და ლორა ტუალეტში კოცნისას გამოიჭირა და ამის გამო კამპუსში კოცნის აკრძალვის წესი გამოაქვეყნა. სერიოზულად? შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? შეყვარებული არ ყავს და კოცნის თავიც კი არ გაქვს. მაგრამ მე მომინდება კოცნა, როგორც კი შეყვარებულს ვიპოვი. ბავშვებმა გადაწყვიტეს კოცნის თამაშის მოწყობა და მთელ კამპუსზე პატიჟებიან. თამაში ვარ. ჯანდაბა, მეც მინდა თამაში. რაც თავარია, ჩემმა პატარამ არ უნდა გაიგოს, რომ სხვას ვაკოცებ. გამარჯობა პატარაო, დღეს ნუ დამირეკავ. ძალიან დაკავებული ვიქნები. მოვატყუე. კაფე დახურეთ ბიჭებო, დღეს არ მუშაობთ.
მაშ ასე მეგობრებო, დროა ვნახოთ, რამდენად კარგად ვიცნობთ ერთმანეთს შეხებით. ვაუ, რა წესებია? წესები ძალიან მარტივია. თითოეულმა თქვენგანმა უნდა გამოიცნოს, ვინ დგას წინ თვალდახუჭულბა. ბიჭები გოგონებს გამოიცნობენ, გოგონები კი ბიჭებს. მიყვარს გამოცნობა, მაგრამ რა მოხდება თუ სწორად ვერ გამოვიცნობ? მაშინ მოგიწევს იმ ადამიანს აკოცო, ვინც არასწორად გამოიცანი, თანაც ტუჩებში. რა შეგრება? და ჩემს გარეშე რა ხდება? მენდი, ჩვენ ვაპირებთ ვითამაშოთ თამაში, გამოიცანი ან აკოცე. თუ არ მათამაშებთ, თამაშიც არ იქნება და მე დირექტორს ყველაფერს ვეტყვი. კარგი, და ითამაშოს. კარგი მენდი, შენც თამაშობ. მაშ ვის უნდა პირველი გამოიცნოს? არავის? კარგი, მაშინ პირველი მე ვიქნები. კარგი, მე მას თვალებზე ახვევაში დავეხმარები და სულესაა. სად ვარ? დავიწყოთ, კამილ. გოგოებო, ადგილები შეცვალეთ. აირჩიე ახლა. მოკლედ, მე ვირჩევ. მოდი, ესა ვირჩიოთ. აი ეს, ცენტრში. მაგარია, გამოდი. კარგი. ვინ გონია? ვინ არის ეს? პატარა საყური აქ არის. კარგი. მხრებიც, ხელებიც. კარგი, ეს არის ოლივია. მართალი ვარ? კლავებით გამოვიცანი. კარგად გამოგივიდა, კამილ. მეც ვარაუდობდი, რომ ოლივია ძალიან რბილია. შემეშვი რა. სად ვარ? დამატრიალეთ. მოდი, აი ეს იყოს. კარგი, ვინაა ეს? მოდი სახეზე ვცადოთ, უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ ეს ფაზლია. არა, მე ასე არ ვფიქრობ, არა. ბოდიში ეს კამილია. ჯანდაბა. უბრალოდ ვიცოდი, რომ ეს ასე იყო. ისევ კამილმა უნდა გამოიცნოს? მოიცადე ერთი წუთით. ხედავ, ოლივია მის აირჩია. ხედავ, კამილ? ვერა. დავიწყოთ. გოგოებო, ადგილები შეიცვალეთ. მოდი ასე გავაკეთოთ. აქედან ერთს ავირჩევ. კიდევ ერთხელ ვცადოთ. აი, ამას ავირჩევ. უფრო ახლოს მოდი. აი ასე. სად ხარ? სად არის სახე? სად არის? ფრთხილად, კამილ. აი სახეც. თმას ნუ შეეხები. რას აკეთებ? აქ ნუ მოკიდებ ხელს. ყურები, ნება მომეცით, ყურებზე შევეხო მას. ხელები, კიდევ ერთხელ. კამილ. 3, 2, 1, ლორა. თუ ლორა ახლა არჩევანს გააკეთებს და მე ამირჩევს და არასწორად გამოიცნობს, მაშინ ვაკოცებ მას. ის მაშინვე გამოგიცნობს შენ, რადგან შენ მრგვალი ხარ. სად ვარ? დამატრიალეთ. შესაძლოა ეს არის ამის გაკეთება არ შემიძლია. არ შემიძლია, ღმერთო ჩემო, მგონი ეს ბუშტია. ჩვენი ძალიან კარგად შევნიღბეთ. ბუშტი სწორად გამოვიცანი, თორემ მომიწევდა რომ ლუზერისთვის მეკოცნა. მზად ხარ ბუშტო? კი, დავიწყოთ. კარგი, მე შენ გირჩევ. თმას ნუ შეეხები.
შანსი არ გაქვს ბუშტო. და ეს არის რატომ გიჭირავს მისი ხელები ამდენ ხანს ბუშტო? 3, 2, გაბი. როგორ გამოიცანი? შემთხვევით თქვი. მან ქუდიც კი დაიხურა. კარგი, გოგოებო, არა სერიოზულად. შემდეგი გამოცნობა გაბისია. თვალებზე მჭიდრო დაუხვიეთ. ბუშტო, ჩემს გვერდით ნუდგა ხარ. დამატრიალეთ, გოგოებო. კარგი, აირჩიე. კარგი, უბრალოდ ერთი და იგივე ადგილას ნუეხები. ეს კამილია? კოცნა! 100% დარწმუნებული ვიყავი, რომ კამილი იყო. როგორ შევცდი? მზად ხარ? კი. აბა, ავირჩიო ვინმე? ხო, სწორად შეარჩიე. გამოდი უფრო წინ. სწორად შეარჩიე. ეს მენდია? არა, მენდი. კოცნა. მე ეს მომეწონა. მოგეწონა შენ? შეგვიძლია კომენტარების გარეშე. წავიდა. ახლა შეგიძლია აირჩიო. ერთი წამით შეგიძლია უფრო მაღლა ახვიდე. ნუ აკეთებ ასე ამას. არა, უბრალოდ თქვი უკვე. ეს არის მიდი 1, 2, 3. ეს პენსია. დიახ, კარგად გამოგივიდა. პონკა, მეტი არ მინდა ჩემი შეყვარებულისთვის კოცნა გაბედო. შემდეგი შენ ხარ ბენს. დროა. თმა არ აქვს? არა, ეს ვინ არის? ვერ ხვდები. შენი ვარაუდები? სად ხარ? მოდი ხელებზე ვცდი. ეს ლორა. ვაუ, შენ ჩააბარე ტესტი. მილიონს შორის შემიძლია ჩემი გოგოს გამოცნობა. კოცნა მაინც გჭირდება თქვენ, რადგან თქვენ წყვილი ხართ. ხო. კოცნა. ჰეი ბენს, ლორა კარგად კოცნის, შელუზერო. ეს შენი საქმე არ არის, ის ჩემი გოგოა. მე მზად ვარ. კარგი. ხელები დაწიე, ცოტა უკან. კარგი. ხრები, ხელები. ეს არის ბენსი? ეს ბენსია? რა?
კოცნა, 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 კოცნა. ეს უბრალოდ თამაში იყო, უბრალოდ თამაში ბენს, უბრალოდ თამაშის ნაწილი, უბრალოდ თამაშის ნაწილი. თუ კიდევ ერთხელ დავინახავ, რომ ვინმე ჩემს შეყვარებულს ლორას კოცნის, ლორასთან ერთად სახლში წავალ. ეს დავშვიდი, ეს უბრალოდ სახალისო თამაშია. ვერთობი, როცა შენ კოცნი და არა როცა სხვას ვხედავ, რომელიც ამას აკეთებს. უფრო სწრაფად დავატრიალოთ. აბა, მზად ხარ? მოდი ეს იყოს. რა პაწაწინა სხეულია? მახსოვს, რომ თმაზე შეხება არ შეიძლება. ჭანდაბა ვერ ხვდები, ვინ შეიძლება იყოს? უნდა გამოიცნო. უნდა გამოიცნო. 1 2 3 სტეფი. კოცნა, 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 კოცნა. მოიცადე 1 წუთი, ვერაფერს ხედავ. აკოცე მას. კოცნა, კოცნა, კოცნა. Wow. Working hard from 6 to 10, then I swing back home again. As I'm getting ready for tonight, I look round every corner where the party's and I'm on it, but I keep waiting around for you to show up too. აბა ვნახოთ. ეს არის მანეკენია? ხო, ჰერმან მიხაილოვიჩი, ზუსტად ასეა. მეგობრებო, მოიწონეთ ეს ვიდეო, დატოვეთ თქვენი კომენტარი, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ ჩვენს ახალ ეპიზოდებს. ნახვამდის ყველას. Say no, I'm not like you.